საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრი შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებამ საქართველოში შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. იღებს სრულად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიიწევს პირიქით უფრო მეტი პროგრესით, უფრო მეტი დინამიზმით მიიწევს განვითარებისკენ და ძალიან ბევრი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით. ეს იქნება რეფორმირების პროცესი, ეს იქნება თქვათ კონკრეტული რაღაცა საკითხები, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით ძალიან ქმედითი ხელშესახები თანამშრომლობა არსებობს რეალურად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, გულისხმობ სახელმწიფო დეპარტამენტს, გულისხმობ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მის ელჩს.